ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომელზეც 2013 წლის განმავლობაში ქობულეთში, მახოში, გონიოში, ხიხანის ციხესა და სიმონეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი კერამიკული ნაკეთობები, სამკაულები, ჯვრები, მონეტები და ქვევრებია წარმოდგენილი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს მუზეუმი დაათვალიერებინა, მოგვიანებით ახალგაზრდებმა კინოთეატრ აპოლოში ისტორიული ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმიც ნახეს. დღესვე სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დადიანების სასახლის დასათვალიერებლად გაამგზავრა. შეგახსენებთ, რომ კვირეული 14 აპრილს დაიწყო და მის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები 18 აპრილამდე გაგრძელდება. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. დღეისათვის დაგეგმილია არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილი ნივთების ექსპოზიციის ნახვა, უახლესი ექსპოზიციის, ასევე ისინი ნახავენ საგანძურს და რაც მნიშვნელოვანი არის, დღეისათვის გამოვიფინა აჭარის ძეგლთა დაცვის კულტურული მემკვიდრეობის დაფინანსებით ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენების დროს მოპოვებული უახლესი აღმოჩენები. ჩვენ ვიმყოფებოდით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. ჩვენთვის დღევანდელი სანახაობა იყო მართლაც საინტერესო და გრანდიოზული, იმიტომ რომ ჩვენ ქობულეთიდან ვართ და ეს ყველა ნივთი ყველაზე მეტი ქობულეთიდან არის, ასე ვთქვათ, წამოღებული და აქ დასვენებული და მართლაც საინტერესო იყო დღევანდელი სანახაობა.